საპარტნიორო ფონდის ორგანიზების ჩინეთის ძიანგსის პროვინციასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარი გაიმართა. სემინარზე ძიანგსის პროვინციის საინვესტიციო პოტენციალი და საქართველოსთან სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ღონისძიებას ძიანგსის პროვინციის 35 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. სემინარის ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და ძიანგსის პროვინციის რკინიგზის საინვესტიციო კომპანიას შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ეს არის პროვინცია, სადაც ცოტა ხნის წინ 10 მილიონი დოლარი ჩადო ჩინურმა კომპანიამ იმისათვის, რომ ქართული კულტურის სახლი აეშენებინა და გაეკეთებინა, სადაც დღეს გაცხადებული გეგმის მიხედვით სულ მცირე წელიწადში 200,000 ბოთლი გაიყიდება ქართული ღვინო. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთში იმყოფება სამუშაო ჯგუფი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკებასთან დაკავშირებით და შესაბამისად ეს კიდევ ერთი ბიძგი იქნება იმისა, რომ ჩვენ ჩინეთთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმაოთ და ასევე მეტი და მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ. ეს პროვინცია არის ჩინური ფაიფურის ცენტრი, საიდანაც საერთოდ ფაიფურის წარმოება და ფაიფურის კულტურა დაიწყო. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ ამჟამად საქართველოში კერამიკული ნაწარმის წარმოებას, როგორც სხვადასხვანაირი მოსაფრკეთებელი ფილები და ასე შემდეგ. ძირითადად განვითარებულია ისეთი დარგები, როგორიცაა გადამამუშავებელი წარმოება, როგორიცაა ფარმაცევტიკა, როგორც არის მსუბუქი მრეწველობა და შესაბამისად ამ სფეროებში განსაკუთრებით ვფიქრობთ, რომ ქართველი და ჩინელი ბიზნესმენები მოძებნიან საერთო ენაზე.